მეცადინოთ. ამჯერად დავირჩიოთ ქართული. დავალება სულაც არ არის ძნელი. პირიქით, სახალისოცაა. აბა, დავიწყოთ. დავალება ასეთია. დავაკვირდეთ ჯერ პირველ სურათს. პირველ სურათს. კარგად დააკვირდით. და ძმა კენკრის საკრეფად ტყეში წავიდნენ. კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ. და ძმა კენკრის საკრეფად ტყეში წავიდნენ. ახლა მეორე სურათს დავაკვირდეთ. ბავშვებმა უამრავი კენკრა ჭამეს და პირი სულ მოითხოვნეს. ვიმეორებ. ბავშვებმა უამრავი კენკრა ჭამეს და პირი სულ მოითხოვნეს. დააკვირდით, როგორ მოთხოვნული აქვთ პირი? ვაგრძელებთ კითხვას. დავაკვირდეთ მესამე სურათს. უცებ ბუჩქები შეირხა და იქიდან ნაცარა კურდღელი გამოხდა. უცებ ბუჩქები შეირხა და იქიდან ნაცარა კურდღელი გამოხდა. პატარებს ძალიან შეეშინდათ და შინისაკენ გაიქცნენ. პატარებს ძალიან შეეშინდათ და შინისაკენ გაიქცნენ. მოდით ახლა თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. და ძმა კენკრის საკრეფად ტყეში წავიდნენ. ბავშვებმა უამრავი კენკრა ჭამეს და პირი სულ მოითხოვნეს. უცებ ბუჩქები შეირხა და იქიდან ნაცარა კურდღელი გამოხდა. პატარებს ძალიან შეეშინდათ და შინისაკენ გაიქცნენ. იმედი მაქვს დაიმახსოვრეთ ეს პატარა მოთხრობა ბავშვებზე და გვახსოვს, რაც მოისმინეთ. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ახლა დავალება. მე იმედი მაქვს, რომ კარგად დაიმახსოვრეთ სიუჟეტური სურათების მიხედვით, რა ტექსტები წაგიკითხეთ. აი, გულისხმობ ამ ტექსტებს. ნახეთ? და ძმა კენკრის საკრეფად ტყეში წავიდნენ. ბავშვებმა უამრავი კენკრა ჭამეს და პირი სულ მოითხოვნეს და აი ასე შემდეგ ყველა ტექსტი კარგად დავიმახსოვრეთ. იმედი მაქვს და მოდი მაინც ნახოთ ახლა ჩვენი თავი, შევამოწმოთ, ნამდვილად სწორად გვახსოვს თუ არა, რაც მოისმინეთ. მაშასე. აბა გავიხსენოთ, რა ეწერა ამ ნახატის ქვემოთ. აბა, გელოდები. თუ შენ ამბობ, რომ და ძმა კენკრის საკრეფად ტყეში წავიდნენ, მართალი ხარ. სწორია. და ძმა კენკრის საკრეფად ტყეში წავიდნენ. ოჩახ. ახლა მეორე სურათს დავაკვირდეთ. რა ეწერა ამ ნახატის ქვემოთ?
აბა, გავიხსენოთ კარგად. რა ეწერა ამ ნახატის ქვემოთ? შენ თუ ამბობ, რომ ბავშვებმა უამრავი კენკრა ჭამეს და პირი სულ მოითხოვნეს, რა თქმა უნდა, მართალი ხარ. ახლა დავაკვირდეთ მესამე ეპიზოდს. დააკვირდით კარგად სურათს. გაიხსენეთ სიუჟეტი. აბა, რა მოხდა ამ დროს? ბავშვების სახეს დავაკვირდეთ. რას აკეთებენ? რაღაც შეშინებული სახე აქვთ, ხო? რა თქმა უნდა. თუ შენ ამბობ, რომ უცებ ბუჩქები შეირხა და იქიდან ნაცარა კურდღელი გამოხდა, შენ მართალი ხარ. მაშინ რატომ შეირხა ბუჩქები? იმიტომ, რომ ნაცარა კურდღელი გამოხდა. ბუჩქების ტოტები შეირხა, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ვაგრძელებ გამოკითხვას. ახლა დავაკვირდეთ მეოთხე ეპიზოდს. რა ხდება? აბა დავაკვირდეთ. რა თქმა უნდა. შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, თუ ამბობ, რომ პატარებს ძალიან შეეშინდათ და შინისაკენ გაიქცნენ. თუმცა, თუ დავაკვირდებით ნაცარას, ისიც შეშინებული საპირისპირო მიმართულებით გარბის. არაჩვეულებრივი იყო, მე მგონი მოთხრობა მოგეწონათ. მე პირადად ძალიან მომწონს. ეხლა მიპასუხე შეკითხვებზე. სად წავიდნენ ბავშვები? და ძმა. რა ჭამეს ბავშვებმა დღეში? და რა მოითხოვნეს? როგორ ატყობთ, ბავშვები კმაყოფილები არიან? აბა დააკვირდით სახეზე. მოსწონთ ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, რომ არ მოსწონდეთ, ხომ არ შეჭამდნენ. რა თქმა უნდა და ბედნიერი სახეც აქვთ, ხომ? გახარებულები არიან. კარგი, აბა მერე რა მოხდა თუ გახსოვთ? ხო. რატომ შეირხა ბუჩქი? ბუჩქები იმიტომ შეირხა, რომ ბუჩქის ქვეშ ყოფილა კურდღელი, გამოხდა და ტოტებით შეირხა. ბავშვებს კურდღლი შეეშინდათ, თუ ტოტები რომ შეირხა, იმან შეაშინდათ, თქვენი აზრით? საინტერესოა შენი აზრი. კი, ვერ დაინახეს. მგონი კურდღელი ვერ შეამჩნიეს. მართალი ხარ, მეც ასე მგონია. და ამიტომაც გაიქცნენ და მოკურცხლეს შინისაკენ. ძალიან მაინტერესებს, მოგეწონა თუ არა დღევანდელი გაკვეთილი. რა მოგეწონა? მაინტერესებს. რატომ მოგეწონა? შეხვედრის დროს კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრებთ. ნახატების ირგვლივაც, ფერებზე, განწყობებზე, ტყეზე. ახლა კი ეს გვეყოფა. საკმარისია, რომ არ გადავიღალოთ. მომავალ შეხვედრამდე.